ჩვენი 10 წლიანი გამოცდილების განმავლობაში, როცა მსოფლიოს მიტოვებულ ადგილებს ვიკვლევდით, ესეთი მასშტაბის ქონება, ასე აშკარად მიტოვებული, არასდროს გვინახავს. ეს ჩვეულებრივი მიტოვება არ არის. ეს საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი მამულია და ვიღაცამ უბრალოდ მიატოვა იგი. ჩვენი კვლევა ღრმად ჩაგვიყვანა ჩანაწერებში. ამ მიწას 1000 წელზე მეტი ისტორია აქვს. ის დაიწყო როგორც შუა საუკუნეების ციხესიმაგრე. 11 საუკუნეში 1090 წელს აშენდა ტურენის ველების დასაცავად შინონის მახლობლად. 1500-იან წლებში ის ბურბონ მონპეტის ოჯახს გადაეცა, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საგვარეულო იყო. მათ ძველი ციხესიმაგრე რენესანსის შატოთი ჩაანაცვლეს და მის გვერდით ააშენეს სენტ-შაპელი, რომელიც პარიზის სამეფო სამლოცველოს მსგავსად იყო აგებული და სავსე იყო ვიტრაჟებით, რომლებიც მათი დინასტიის ისტორიას ხვდებოდა. შამპინი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შატოდ იქცა. და სწორედ ეს იყო მისი პრობლემა. 1625 წლისთვის ის ბრწყინავდა გავდა კარდინალ რიშელიეს ახალ სასახლეზე მეტად, რომელიც გზის ქვემოთ მდებარეობდა. ამიტომ რიშელიე მისი ყიდა და მთავარი შატო ქვაქვად დაანგრევინა. მხოლოდ დამხმარე ნაგებობები და ეკლესია გადარჩა. ეს ადგილი გადაურჩა მეფეებს, კარდინალებს და რევოლუციას. გადაურჩა ყველაფერს, რასაც ისტორია აწყდებოდა. მაგრამ ყველაზე საშინელი, რაც აქ ოდესმე მოხდა, არც ომიდან მოდიოდა და არც კარდინალიდან. ის სიხარბიდან და ფულიდან მოდიოდა. შევიდეთ შიგნით. მოგესალმებით დაბრუნება სკოლას პროსოვდიკეში. მე ვარ ლესლი, კამერის უკან, ჩვენთან ერთად არის ლუკი. ჰეი! და ჩვენ დავბრუნდით ჩვენს საყვარელ ქვეყანაში, საფრანგეთში, რომ გამოვიგვლიოთ. როგორც ყოველთვის. ჩვენ დავბრუნდით. ჩვენს უკან არის სამლოცველო. მოგვიანებით ვიდეოში უფრო ახლოდან გაჩვენებთ ამ კერძო სამლოცველოს, ნამდვილ შედევრს. ეს მართლაც საოცარი ნამუშევარია კერძო სამლოცველოსთვის. დიახ, მაგრამ პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთ საოცარ ციხესიმაგრეს შეგვიძლია გაჩვენოთ. და ეს ციხესიმაგრე აშენებულია 1500-იანი წლების შუაში, დაახლოებით 1550 წელს, მაგრამ ამ ადგილს ძალიან უცნაური ისტორია უკავშირდება. ამბობენ, რომ ის მე-18 საუკუნეში დაანგრიეს. და ჩვენ ვერ ვპოულობთ ინტერნეტში, რა ისტორია უკავშირდება ამას. არა, ჩვენ ვერ ვადასტურებთ, რომ მთავარი შატო მე-18 საუკუნეში განადგურდა. მაგრამ ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ეს შენობები, რასაც აქ ხედავთ, მსახურების საცხოვრებელი იყო. დიახ, ეს ჩემთვის იმდენად უცნაურად ძლევს. ეს სიგიჟე იქნებოდა. ვგულისხმობ აქ მთავარ შესასვლელს ვხედავ. რამდენიმე კარსაც ვხედავ. და რა თქმა უნდა, ამ მხარეს ცხენის თავლებიც არის. ასე რომ ვფიქრობ, თავად შატო ალბათ არ დაუნგრევიათ, მაგრამ კიდევ უფრო მეტ ისტორიას გავიგებთ მასზე. შეიძლება გზაში რამეს მივაგნოთ. აბა, ჯერ ამაში შევიდეთ. კი. გამომყევი. ჯერ მოდი შევიხედოთ ცხენის თავლებში. ჰეი, ნახე, მოიცადე. სანამ შიგნით შეხვალ, შეგიძლია აქ გარედან ეს კონტრფორსებიც აჩვენო. კი, მოიცადე. ისინი ლამაზად არის გამოკვეთილი. და ჯერ არ გითხარი, რომ ეს შენობა მე-17 საუკუნის რენესანსის სტილში აშენებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გადაკეთებულია, მაგრამ აშკარად შენობის გარედან რენესანსის არქიტექტურული სტილია. ის უფრო იმ თანამედროვე შატოებს გავს, რომლებიც საფრანგეთში გვხვდება. ხო, მართლა მომწონს ისინი. მართლა ვფიქრობ, რომ ისინი საკმაოდ განსაკუთრებულები არიან. კარგი. ჰეი. შენ შეგიმჩნევი არა ჩემი. ტანსაცმელი, როგორც ყოველთვის ვეძახი, სრულიად დაჭმუჭნულია. დიახ, შევამჩნია. ხო, ცოტა დამეზარა მისი დაუთოება, ასე რომ ბოდიშია მისთვის. მაგრამ პირველი ოთახი, სადაც აქ მარჯვნივ შევდივართ შატოში, ცხენის თავლის ნაწილია. ასევე შეგვიძლია მას პატარა ცხენის თავლი უწოდოთ. დიახ, რადგან აქედან ცოტა შორს არის უზარმაზარი თავლი, მაგრამ მაინც იმავე მიწის ნაკვეთზეა. ვიდეოს ბოლოს ვეცდებით იქ წასვლას, მაგრამ იქამდე მინიმუმ 9 კილომეტრია გასავლელი. ის საკმაოდ შორსაა. ასე რომ აქ ნამდვილად ყავდათ რამდენიმე ცხენი და შემდეგ ძირითადი ცხენები იქ. ხო, ესეა. წავიდეთ უფრო შორს. დიახ. აუ. უკვე ვაჩვენეთ ეს უზარმაზარი კარები. ვა. ისინი საოცარია. ცოტა წვიმა დაიწყო. ხო. გულისხმობ, ეხლა უკვე ოქტომბერია, ასე რომ ხო. ნამდვილად წლის კარგი დროა შესასწავლად. ჭანდაბა, ნახე, ძალიან მომწონს ფრანგული ბაღიც, რომელიც აქ აქვს წინ. რა თქმა უნდა, მას უკეთესი დღეებიც უნახავს. ეხლა ძალიან გადაზრდილია, მაგრამ ადრე აუცილებლად ლამაზი იყო. ადამიანებმა, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, უბოლოდ მიატოვეს და ალბათ უკან შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ. ხო.
როგორ შეიძლება ესეთი სილამაზე ასე მიატოვა? ხო და შენობას ისეთი მაგარი დეტალები აქვს ყველგან ზემოთ აი იქ ფლერდელის აქვს ზემოთ იმაზე ამას რას ეძახი პატარა კოშკებს ხო, შენობის პატარა წვეტები, ბინაკლები. ხო. ზემოთ ფლერდელისებია და ესენი. მერე ქვემოთ ბუდრესები გაქვს, აქ კი ქანდაკებები და ქვის სამუშაოები, ასევე კირქვის დეტალები. ამ ადგილს ყველგან დეტალები აქვს. მიყვარს ის თაღები, რომლებიც შენობის სხვა ნაწილებში გადის. ხო ძალიან მაგარია. და აქ არის მთავარი შესასვლელი, სადაც მანქანით პირდაპირ სასახლის გავლით შიდა ეზოში შეგიძლია შეხვიდე. და ალბათ ესეც მათი მანქანაა. ალბათ ხო აქ დატოვებულია. წლების განმავლობაში მთლიანად მწვერშია დაფარული. პეჟო მათი გასაღები ამერიკაში წაიღეს. და ყველაფერი აქ დატოვეს 2021 წლიდან არის რეგისტრაცია. ვაუ ძალიან ახალია. ხო ხო, ანუ რამდენიმე წელი ინახება, მაგრამ ნამდვილად არ დაუტოვებიათ 6-7 წელზე მეტი ხნის წინ. შეხედე ამ შესანიშნავ შესასვლელს ამ ადგილას. ისეთი მტკიცია ამ ქვებით და ყველაფრით. გადაფაიქ ეს პატარა დაფაა. შაბათი და კვირა, სამედი და დიმანში. 2:30-დან 9:30-მდე. ეს არის სამუშაო საათები. მართლა ხო. შეიძლება მართლა ატარებდნენ ექსკურსიებს ამ ადგილას. შეიძლება ეკლესიასაც ჰქონდა ექსკურსიები, რადგან ეს ქალაქის ძალიან ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ხო. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ოდესღაც ღია სახლი ან ღია მუზეუმი იყო. კარგი შესანიშნავია ის იდეალური ყურებისთვის და მსგავსი რაღაცებისთვის. უნდა ნახო. მოდი შეხედე შიგნით. ეს აბსოლუტურად გიჟურია. ჩვენ გავიგეთ, რომ ამ ციხესიმაგრის მკვლელი არ იყო რაღაც საიდუმლო ან ბოროტი მიზეზი. ეს იყო სიხარბე და ფული. და საბოლოო დარტყმა იყო COVID პანდემია 2020 წელს. 2000 წელს ეს ქონება შეიძინა ამერიკელმა წყვილმა ვაშინგტონიდან, კოლუმბიის ოლქიდან, ბერნარდ გოლმა, იურისტმა და ინვესტორმა და მისმა მეუღლემ შოვენმა, რომელიც პარიზის თეთრეული სახლის დო პორტალტის თანამფლობელია და 2009 წელს ფრანგული კულტურისთვის გაწეული საქმიანობისთვის ლეგიონ დონორის ორდენით დაჯილდოვდა. მაგრამ მათ ეს არასდროს უყვარდათ ნამდვილად. თითქმის 20 წლის განმავლობაში ისინი მხოლოდ მინიმუმს აკეთებდნენ, მხოლოდ იმდენს, რომ ადგილი არ დანგრეულიყო და მეტი არაფერი. შემდეგ მოვიდა 2020 წელი. ზარები შეწყდა და ისინი აღარ დაბრუნებულან. დღემდე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მამულის მფლობელები არ დაბრუნებულან. ჩვენ ვიპოვეთ მათი სამყარო გაყინული იქ, სადაც დატოვეს. ოთახი ისევ ავეჯითაა სავსე. კიბე უცვლელია. ქაღალდები ისევ მაგიდებზეა. ერთ-ერთი მათგანი ასაცეშის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იყო და ეწოდებოდა დეპარტამენტის საგანძურის გადარჩენა. მფლობელი, რომელსაც ქაღალდზე შენარჩუნება ადარდებდა, მაგრამ საკუთარი საგანძური ოპობას მიატოვა. მას შემდეგ, რაც ხალხი წავიდან, გრევა სწრაფად დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ პერსონალს ხელფასის გადახდა დაახლოებით 3 წლის წინ შეუწყვეტეს. მაყულებმა ყველაფერი დაფარეს და კედელი ჩამოშლა დაიწყო. და ეს ახალი არაფერი იყო. უკვე 2013 წელს ბასტიონები ჩამოიშალა და არაფერი გაკეთებულა. მაგრამ სოფელი ჩუმად არ უყურებს. საფრანგეთის სახელმწიფომ ექსპროპრიაციის პროცედურა დაიწყო. 2025 წლის აპრილში რეგიონული ტელევიზია დევი კულტსაიდი, მემკვიდრეობა და იმპერია. შამპინის მოსახლეობა ცდილობს თავიანთი ციხესიმაგრე დაიბრუნოს. მაშინაც კი, როგორც ეს კარი, როცა ლომთან ერთად შემოხვალ, აქ შეგიძლია დაანგრიო. ვაუ. და შემდეგ აქედან სახლში შეხვდი. და მაშინ იგრძნობა, რომ ნამდვილი ციხესიმაგრეა. ხო. ვაუ. გობელენები კედელზე. ლამაზი სალონები ირგვლივ. საოცარი რბილად მოპირკეთებული სკამები. და ეს ხის სამუშაოები ასე დამახასიათებელია. ხო, მაგრამ ძალიან ლამაზია. უბრალოდ, ყველა კედელი ხეა. მოჩუქურთმებული ხე. ხის პანელები, ასე უწოდებდი ამას. ხო. კედლის სანათები გვერდებზე. და ასევე არ უნდა დაგოვიწყდეს, რომ ყველა ფრანგულ სასახლეში აუცილებლად ნახავთ იტალიურ მარმარილოს ბუხრებსაც. და ეს არის ტიპური ბუხარი, რომელსაც ესეთ ადგილებში ნახავთ. ვიღაც მონაწილეობდა Tour de France-ში. ხო, ან უბრალოდ სხვა ტური. აუცილებელი არ არის. ვგულისხმობ, თუ ეს საფრანგეთშია, მაშინ ეს Tour de France-ია. შეიძლება ვივარაუდოთ, ხო? ხო. აქ ქვემოთაც გვაქვს რაღაც ტიპის საგვარეულო გერბი. ოჯახი. წელი არ არის.
წელი არ არის, მაგრამ თუ საგვარეულო გერბის თავზე გვირგვინია, ეს ნიშნავს, რომ ის სამეფოა. კი, სწორია. და ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე ძალიან საინტერესო სურათი ამ ადგილას. ალბათ ეს ადამიანები ძალიან წარჩინებულები ან მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. კი. შეიძლება ცოტა დავაკვირდეთ აქაურ გობელენს. დიახ. მართლა მინდა დავაკვირდე. ვაუ. ის ჯერ კიდევ შესანიშნავ მდგომარეობაშია. მიყვარს ის ელასტიურობა, რომელიც უკანა ნაწილში ჩანს. მართალია, ხო. ის ჯერ კიდევ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ნამდვილად ასეა, მაგრამ ის ავთენტურია. ან დარწმუნებული არ ვარ. ავიც გობელენი თუ არის, მაგრამ ეს სცენებად ჩანს. ეს ავთენტური არ ჩანს. ეს სცენები ცოტა იაფასიანად გამოიყურება. მაგრამ ლამაზია. კი, ლამაზია. ხო, არ მგონია, რომ ძალიან ძვირად ღირებულ გობელენებს აქ დატოვებდნენ. ეს ძალიან ადვილია გასატანად. მართლა ძალიან მომწონს ეს ბრები. ხო. ის, რომელიც შენ გააკეთე, როგორია მათი გადახლართვა? და შემდეგ რომ დაფიქრდე, რისთვის გამოიყენებოდა ეს ოთახი? ალბათ ხო, უბრალოდ დასასვენებელი ოთახი იყო. უბრალოდ კითხვისთვის, დასასვენებლად. ხო, სასიამოვნოა. წავიდეთ. შატოები ყოველთვის ოთახზე ოთახია, ერთმანეთის მიყოლებით. და ეს ოთახი უბრალოდ ზუსტად ისეთივეა, როგორიც წინა. ეს ასევე გავს კითხვის ოთახს, დასასვენებელ ოთახს. ხო, თუმცა საკმაოდ ლამაზია. მეზობელ ოთახებში სიტყვა-სიტყვით არანაირი დანიშნულების ცვლილება არ არის. არა. მაგრამ მაინც ძალიან მომტანს. ისევ, შესანიშნავი ხის სამუშაოებით იქ უკან. ხო. არა და ადრე სავსე იყო წიგნებით. ეხლა კი ნაწილობრივ სავსეა. მაგრამ ნამდვილად ბევრი ლიტერატურაა. აქ რამდენიმე ჩუქურთმა. ხო. ესენი შესანიშნავია. და კიდევ, ბევრი თასი, რომელიც აქ დატოვეს, ყველა ყოფილმა მაცხოვრებელმა. ვის საოცარი თავგადასავლები? კალვერ ეკლერი. ასეთი არასდროს მსმენია. არა, არც მე, ეს საკმაოდ თანამედროვე წიგნებია, ვხედავ ტომ კლენსის და დევიდ ბოდუჩის. ბალდაჭი. ისინი ხო, თანამედროვე მოქმედებისა და კრიმინალის ჟანრის წიგნებია. კარგი წიგნებია. სასემონო კითხვის სივრცე აქ. კიდევ ერთი ბუხარი. კიდევ ერთი ბუხარი, ზემოთ მეტი ქანდაკებებით ან ჯილდოებით. ეს 1974 წლიდანაა. და ეს მანამდეა, სანამ ამერიკელები ამ ადგილს იღებდნენ. ეს მართალია, ხო. ხო, 1964-დან 1967 წლამდე მათ ეს მხოლოდ 2000 წელს იყიდეს. ასე რომ, ეს წინამფლობელებისგანაა. და აქ წერია ანდრე ბაზენი. და ეს ალბათ ამ ადგილის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი. ხო. საკმაოდ სუფთა ოთახია. ლამაზი სარკია, ხო? მაგრამ განსაკუთრებული არაფერია მოსაკვალი. რა ეწოდება ამ თამაშს? ბავშვობაში თამაშობდი. არასდროს მითამაშია. წესები იცი? მგონია ასე რაღაც უნდა გააკეთო. და მე ბოდიში არ ვირებ ვიდეოს. კარგი, მარვან. მგონია ის ისაც ეს უნდა გააკეთო და მე შეგიძლია ეს მოიშორო. და მე რაღაც თავსატეხივითაა, მაგრამ არ მახსოვს. აღარ მახსოვს როგორ მუშაობს. არც მე მახსოვს. იმიტომ რომ არასდროს მითამაშია, მაგრამ ძალიან მინდა ოდესმე ვითამაშო. კარგი, საინტერესო თამაშია. ლამაზი ოთახია. გავაგრძელოთ, რადგან აქ კიდევ ბევრად უფრო საინტერესო რამეებია საჩვენებელი. და ეს განსაკუთრებით მიყვარს. ხო, იმიტომ რომ ცხენის თავლის ტუალეტს ჰგავს. კი, დაახლოებით. გიჟური არა? მოდი, ერთ ამ კაბინას გავხსნი. ეს რაღაც გასახდელივითა. ეს შეიძლება იმის შესანახადაა, როგორც ეს არის. სტუმრებისთვის. მაგალითად შეგიძლია. ეს შეიძლება იყოს ცხენოსნობის აღჭურულობის შესანახი ადგილი. შეიძლება, მაგრამ ასევე მგონია, რომ ეს ის ადგილია, სადაც სტუმრები შემოვიდოდნენ და თავიანთ პალტოებს და ნივთებს დატოვებდნენ. აქ რამდენიმე ტუალეტია, თუმცა. ვაუ. არ ვიცი. ორი ნიჟარა. ვაუ. არ მაქვს წარმოდგენა. არა. ძალიან უცნაური აბაზანაა. მაგალითად, აი ეს. ხო, მაგარია მართლა მაგარია. აქვს რაღაც დახვეწილობა, ასე ვთქვათ. მოხედე, მე ვყარ ვარ. გძნობ რომ აქ სარდაფია და თუ არის, მაშინ აქ უნდა იყოს მგონია. ხო,
იმიტომ რომ ეს უზარმაზარი კიბეების ქვეშაა. აჰა. ხო, ეხლა რო გაანათე და მე ვხედავ ამას. ის ბოლომდე ჩადის ქვემოთ. წავიდეთ. კი, წადი წინ. მოდი ეს სარდაფი შევამოწმოთ. შეგიძლია დაინახო, რომ აქ წყალი გარკვეულ დროს იდგა. რა? აქ მთავრდება? კარგი. ვაუ. ეს უცნაური. ზოგჯერ ისინი ამ სარდაფებს იყენებენ შადრევნებისთვის, რომლებიც ირგვლივაა, რომ წყალი ატუმბონ. და ვხედავ, რომ რაღაც მილები გადის. ხო, მაგრამ ასევე. კარგი, ძალიან უცნაურია. საკმაოდ უცნაურია. და ჩანს, რომ შეიძლება გათბობის ხრელები იყოს, ან რაღაც მსგავსი. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. უცნაური სარდაფია. მოდი ავიდეთ ზემოთ. კარგი. კიდევ ბევრი ოთახია, რომელიც უნდა გაჩვენო. აქ ბრმად გადაადგილდები. ხო. ხო. მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ყველას თვალშია. ეს ცუდად გამოიყურება. იაფფასიანად და თანამედროვეად ჩანს. ხო, ეს ისე გამოიყურება თითქოს ჯამბაზის ოთახი იყოს. ჯამბაზის ოთახი. გულისხმობ, რომ როცა ეს ადგილი იყიდეს, ბევრი რემონტი გააკეთეს. ხო. ეს მაინც საკმაოდ მაგარია, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ასე არ ხდება. ხო, და რაც აქ ჩანს, აშკარად ცდილობდნენ რემონტი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ალბათ სასტუმროსტუმროდან რაღაც მსგავსად გამოეკენებინათ. ხო, ნამდვილად ასე იგრძნობა. ხო. რადგან ზემოთაც ნახავ, ბევრი ოთახია, რომლებიც ძალიან სტერილურად გამოიყურება და სასტუმროსავითაა. და ხო, შეგიძლია, ნახო, ავეჯი აქ. გამოიყურება ფრანგულად, მაგრამ ძალიან ფრანგული არ არის. არა. ეს კი ხელით გაკეთებული არ არის. არა. ხო, არა. ყველაფერს ვერ მოველით, რა თქმა უნდა. ეს ძალიან მომწონს. მართალია. გარეთ მდებარე თხრილი. ამჟამად ძალიან ძლიერად წვიმს. მართალია, ხო. ხო, ძალიან მაგარია. აქვს ხიდი, შესასვლელი ძალიან მაგარია. ხო. მსჯელობდით, იქიდან დაგვეცქოთ თუ იმ ადგილიდან, სადაც საბოლოოდ დავითვეთ. იმ ადგილის ეზო. კარგი. ეს ოთახი ძალიან უგემოვნოდ გამოიყურება, მაგრამ თუ აქედან გაივლი და მიხვიდე იმ ადგილის კოშკთან და ამ ოთახში შეხვიდე, ატმოსფერო მთლიანად იცვლება. ხო, ეს ბევრად უკეთესია. ეს საოცარია. და ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო. ხო. აქ გვერდზე ქვის, კირქვის ბუხრებით. უზარმაზარია? ოჯახის გერბი ისევ იქაა. და ასევე ისევ, ზემოთ გვირგვინით, რაც მიუთითებს, რომ ისინი არისტოკრატები არიან. დიახ, აქ მცხოვრები ადამიანები აქ ცხოვრობდნენ 1500-იანი წლებიდან. იგივე ოჯახი აქ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. ვაუ, ხედავ, ხის ბლოკებიც კი ისევ აგურშია ჩასმული. ხო. ბლოკები მორებივითაა. ხო. ალბათ საუკუნეებს სჭირდება, რომ ეგენი დაიწვას. ხო, და ამ ოთახში ეს ღიად დატოვებული ხის კოჭებიც ძალიან მომწონს. ჭერი შესანიშნავია. ხის პანელები გვერდებზე. ხო, და ეს მე მართლა მომწონს ეს ოთახი. ხო. ალბათ მთლიანად სავსე იყო ამ თებშებითაც. ხო. ისე კიდია იქ. ძალიან საინტერესო დიზაინის ელემენტია. რა? სადგომი გჭირდება. ჰეი, აქ უფრო ახლახანაა გარემონტებული. ხო, ეს ახალია, ხო? ვაუ, ძალიან ლამაზადაა გაკეთებული. ხო. მომწონს. ძალიან საინტერესო ნამუშევარია. და აქაც არის კარი. ზემოთ კი ტექსტია. ვირტი, ვიხტი. ხო, არ ვიცი ფიქს ვიყენებთ თუ არა, ხო? ხო, აქ კარი არის. ვაუ. ეს აღარირება. და ცოტა. სამზარეულო. ამ ადგილას ბევრი სამზარეულო. ხო. ეს პატარა გვერდითი სამზარეულოა. რაღაცა ძალიან პატარის მოსამზადებლად. ლამაზი ოთახია. მაგრამ ეხლა დროა გაჩვენოთ ამ ციხესიმაგრის სანახაობა. დიახ. კარგი. წავიდეთ უფრო შორს, რადგან კიდევ ბევრია სანახავი. რა იყო კიდევ ერთხელ ლუკა? ბატონი და ქალბატონი ბერნარდი, ხომ ასეა? ბერნარდი, ხო. ესენი იყვნენ ყოფილი მფლობელები. ესენი იყვნენ ამერიკელები, რომლებმაც ეს ადგილი იყიდეს. ისინი ASSH-ის დიპლომატები იყვნენ. ის იყო იურისტი, ბიზნესმენი. მათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადგილებები შეიძინეს აღსადგენად. მათ საფრანგეთშიც რამდენიმე ადგილი ჰქონდათ.
ხო. ეს არის ერთ-ერთი პირველი საძინებელი, რომელსაც ხედავთ. ძალიან სტერილურია, როგორც უკვე თქვი. შესაძლოა სასტუმროს მიზნებისთვის იყოს განკუთვნილი. ხო? სასიამოვნოა. ბევრი სანახავი არაა. არა, უბრალოდ ვათვალიერებ. ცოტა ვიხედები და მერე ისევ გავა. დიახ. და ნება მომეცი, რაღაც ისეთი გაჩვენა, რაც ამ ადგილას ნამდვილად სანახავია. გარდა იმ ნაგვისა და უსარგებლო ნივთებისა, რაც მას შემდეგ დაგროვდა, რაც ეს ადგილი სამუდამოდ დავტოვე, შეხედე ამ იერს და დანარჩენებსაც. აი მოვედით. ეს არის მთავარი კარიბჭე კიბეებისკენ. ამერიკის დროშებით. ხო, ძალიან პატრიოტულია, როგორც ყოველთვის. აქ დავკიდე, რომ ვაჩვენო, საიდან მოვიდნენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კიბეა, რაც მიტოვებულ სასახლეში მინახავს აქამდე. ეს მართლაც საოცარია. ესეთ რამეს ნახავდით მაგალითად მუნიციპალურ შენობაში, ან რომელიმე სამთავრობო შენობაში ვაშინგტონში, ან მსგავს ადგილას. სადმე ფილმში ან მსგავსში, ზუსტად ასე. ზუსტად ასე. მოდი აქ ამ ოთახში გადავხედოთ. არის რამე რაც უნდა ვაჩვენოთ? არა, ყველაფერი რიგზეა. ლობიო აქ არის ამოჭრილი. ეს მომწონს. და ეს შესანიშნავია. მათში ბევრი ელეგანტურობაა. მაგრამ ეხლა გადავიდეთ კიბეებზე, ხო? მაშ ჩავიდეთ ქვემოთ. ნახე და აქ თითოეული თაღის ზემოთაც არის ესეთი სარტყელი, რომელზეც წარწერაა გაკეთებული. ეს ბერანც. ეს ნამდვილად ყოფილი მფლობელების ინიციალებია. ვაუ. ეს მინიმუმ 500 წლის ამგონია, რომ ცოტა ზედმეტად. უბრალოდ მაცვია. მეთქი რა გითხრა? მე კი Bros DK-ის მერჩი მაცვია. ზუსტად. მოდით ყველას სწრაფად გაჩვენებთ. ხო. ეს დიდი რამეა. DK, ლამაზ გიბეზე. ცოტა ჯუმას გიბეზე. ცოტა ჭუჭყიანი, მაგრამ ლამაზია. თუ გინდათ Bros of DK-ის მერჩი ნახოთ, ბმული აღწერაშია. აი ესე ვქნით ამ შესანიშნავ ვიდეოებს და შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო. მოგიყვანთ. ეს რა არის აქ? ხო. ლუდოვიკუსი. რიგბი და ეს არის 1500-დან 1708 წელი. ვაუ. ეს შესანიშნავი ბიუსტია. ხო, ეს საკმაოდ მასიურიცა. მგონი მთლიანად მარმარილოთია გაკეთებული. მაგრამ ქვის ნამუშევარს გავს. ხო, ქრის ნამუშევარს გავს. ხო. აქამდე ამოდის ყველაფერი. ვაუ. ხო, ძალიან ღრმად ჩადის. კარგი, ფრთხილად ჩავიდეთ ქვემოთ. დაბნეული ვარ ამ დერეფლით. უბრალოდ სრულიად დაბნეული ვარ. ეს შესახედაობა ნამდვილად მთავარი შატოა. ვერ წარმომიდგენია აქ რამე უფრო დიდი ყოფილიყო. რადგან ისტორიულ წიგნებსა და დოკუმენტებში საუბრობენ სასახლეზე, რომელიც ამ მიწაზე იდგა. მაგრამ ეს მართლა ნამდვილ სასახლეს გავს. დიახ, ესეთი გრანდიოზული კიბეები რო აქვს. დიახ. ვერ ვიჯერებ, რომ შეიძლება სხვა დანიშნულება ქონოდა გარდა იმისა, რომ თავარი შენობა ყოფილიყო. არა. და ისინი საუბრობენ სრულად რენესანსის სტილზე და ეს ოთახიც ნამდვილად ამას წარმოადგენს. დიახ. საიდან დავიწყოთ საერთოდ? შეხედე ამ თაღებს აქ. ხო. განა ისინი არაჩვეულებრივები არ არიან და თუ თაღებში ჩაიხედავ, შეგიძლია დაინახო იმ პირველი ოჯახის ინიციალები, რომლებმაც ეს ადგილი ააშენეს, თავიანთი გვირგვინით პირდაპირ იქ. ეს მშვენიერია. რას ვხედავთ აქ? ხო, ბალიში. არ ვიცი. შეგიძლია ეს მოიხსნა. არ ვიცი, საერთოდ თუ შემიძლია მისი ამოღება. არა, დარწმუნებული არ ვარ. ანუ ეს ხო, ძალიან მაღლაა. არც კი ვიცი ეს რა არის. თუ ვინმე მიცის, კომენტარებში დაწერეთ. ხო, შეხედე, თითქმის 2 მეტრი, ასე რომ შეგიძლია გააკეთო ეს. ხო. ხო, ეს რაღაც ფარნას გავს ალბათ, ან თეატრს. ნავთის ლამპარს ან რამე მსგავს არ გავს? ხო, რაღაც მაგის მსგავსი არის. შეიძლება აქ დერეფანში რამდენიმე ასეთი იყო და შეიძლებოდა მათი ანთება. ხო, აი ეგ არის. ამაზე ვფიქრობ. აქედან იმ კიბეზე ყურება სიგიჟეა. ხო. მოდით სანამ წინ წავიდოდეთ, ცოტა ახლოდან დავაკვირდეთ. დიახ.
ასევე ჩანს, რომ ეს არის მთლიანად მარმარილოს, ქვის კიბე. შეგვიძლია დავინახოთ გარკვეული დაშლა. ორივე მხარეს აქვს ბილიკები. და ის ქანდაკება, რომელიც ადრე ვნახეთ, ძალიან მაღლაა. ასევე ეს შესანიშნავი სკივრები დერეფანში. შიგნით ტერმიტები შეიჭრნენ. ხო, აშკარად კარგა გვარიანად შეუჭამიათ ეს ნივთი. ტერმიტებს კარგად უჭამიათ. ხო, ეს ადგილი. და მინდა გობელენი გაჩვენოთ. ხო, შენც ამას აღნიშნავდი. ხო. ეს ნამდვილად გობელენია. დიახ. ის ასევე სრულიად გახუნებულია. ალბათ ახლა უკვე დიდად ფასეული აღარ არის, მაგრამ ეს ნამდვილად ორიგინალია. ძალიან სიამოვნებით ვნახავდი მათ. მე მგონი სანადირო სპორტი. ხო. ალბათ მელიებზე ნადირობენ. ან იხვებზე. ხედავ იხვებს წყალში. ხო, კი. მოდით ამ ოთახში შევიდეთ. მეორე შესასვლელით შევიდეთ. მგონია რომ ის უფრო ლამაზია. მოდით ჯერ ეგ გავაკეთოთ. კარგი. პირველი ოთახი. მინდა ეს ოთახი დეტალურად გაჩვენოთ. მოდი წინ დავდექი. ქანა ეს არ არის საოცარი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სასადილო ოთახია, რაც კიდევ მე მინახავს. ხო. და ისევ ამ ლამაზი თაღებით. ისე ჩანს, თითქოს პირდაპირ ეკლესიაში შევდივართ. ხო. სინამდვილეში ეს უბრალოდ სასახლის სასადილო ოთახია. ესეც საკმაოდ გიჟურია. ხო. უზარმაზარი მაგიდან. ვაუ. ძალიან მტკიცეა. ხო, ამას ვერ გადაადგილებ. შემდეგ გარშემო ლამაზი წითელი ხავერდით გაწყობილი სკამები, რომ ყველა სტუმარმა შეძლოს დაჯდომა. სანამ იქით მიუთითებ, შეხედე. აქაც შეხედე. ქვემოთ შავ-თეთრი შახმატისებრი იატაკია. და შემდეგ მარჯვნივ. როცა იხვები ეშვებიან. ცხრილში. მათ პირი ბერეს. ამ ოთახიდან ხედი სრულიად არაჩვეულებრივია. ხო. ვაუ. ძალიან სიამოვნებით დავესწრებოდი აქ სადილს. ხო, აქ ძალიან გიჟურ სადილებს ვაწყობდით. დიახ. მაგრამ, ეს მაინც ბუხარია, თითქმის საკურთხეველს გავს. ხო, ზუსტად ამას მოგონებს. როცა შიგნით შევდივართ, ეკლესია, უფრო ეკლესია, ვიდრე ხო, და ბუხარი. ხო. მართლა მაგონებს გახსოვს საფრანგეთში ჩვენს ბოლო მოგზაურობაში. იმ ეკლესიაშიც ვიყავით. ხო. რომელსაც ულამაზესი საკურთხეველი ჰქონდა. აქ დავამაგრებთ ბმულს. ის ცოტა გავს ამას სვეტებით, გვერდზე რომაული სვეტებით. ყოველგან შესანიშნავი კვეთები და თაბაშირის ორნამენტებია. და აქ შუაში, ბევრ შემთხვევაში, ხალიჩა ან ნახატი ეკიდა ხოლმე, ხო? მაგრამ ის უკვე აღარ არის. ხო. და ისევ, ისინი იყენებენ ამ უზარმაზარ ხის ბლოკებს. ხო, გრძელი სადილის წრეულებები იქნებოდა. ასევე იქაც. ხო. სრული საკეტებივითაა, რასაც ამ ურჩხულს იატენებენ. ხო. ვაუ. ხო. შეგვიძლია აქეთაც შევხედოთ. არა. არაფერი. ყურადღება მიექცია ოთახს. იქ ქვემოთ არაფერი არის. არა. მეტი მარმარილოს გვერდითი მაგიდა. საკმაოდ მაგარი დეტალებია. ხო. სულ მოჩუქურთმებულია, მორკალულია. ლითონის ნაკეთობა. კარგი, კი, რა თქმა უნდა. კიდევ რა შეგვიძლია ვთქვათ ამ ოთახზე? უბრალოდ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ და მერე წინ წავართ. შეხედეთ ამ გარემოს. აქ შამპანურს დავლოთ. პროსეკო, ესეც სასახლეში პროსეკოს ვერ დალევ. არა. ეს ცოდვა ხალხო. მინდა აქ ვიცხოვრო. ხო. მეც მინდა აქ ვიცხოვრო. გონია თითქოს თავიდან ტაძარი ააშენეს და მერე გადაწყვიტეს. არა, ეს უნდა იყოს სასახლე. ჰეი. ხო, New York Times. ხო. 2016 წლიდან. ვაშინგტონის გამოცემა. და ისინი ვაშინგტონიდან იყვნენ. ხო. ხო.
ტრიკეპტეკი და ფრანგი აუდიტორია. ეგ იყო, ეს საშინელი იყო. ხო. სამწუხაროდ მაშინ ტერორისტული თავდასხმები იყო. ხო, კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი. რა თქმა უნდა, რატომაც არა. ბერნარდების ოჯახს ნამდვილად ბევრი ადგილი ჰქონდა დასაჯდომად. ჰეი, ეს ბალიშებიც მინდოდა მეჩვენებინა. ხო, მეც ვფიქრობდი, რომ საკმაოდ მაგრები იყვნენ. ხო. ცოტა ნიავია, ცოტა. უფრო მითოლოგიურად გამოიყურება, ვიდრე უბრალოდ აღჭურვილობა. მათ ფრთებიც აქვთ და ყველაფერი. და ასევე არის მუზარადი, რაინდის მუზარადი ზემოდან. და ეს ნიშნავს, რომ კი შენ ბრძოლაში დაიმსახურა ეს, ხო ასე? უნდა დაიმსახურო ეს ბრძოლაში, ზუსტად ასეა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას რამეზე ვერ დაადებ. ისინი ნამდვილია თუ ყალბი? არ ვიცი. მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავია. ფოტო არის. ეს ქალბატონი ბერნარდია, ხომ ასეა? ხო. და ჩვენს პირმშოვართან ერთად. ხო, ასე ვფიქრობ. ხო. ამ ადგილას საკმაოდ ბევრი ფოტო არის და ზოგიერთი ძალიან საინტერესო ფოტოც. დიახ, მოგვიანებით კიდევ ნახავთ რამდენიმე ფოტოს. ეს цаრიელია. ესეც цаრიელია. სტუმართა წიგნში ჩავწერ. მათ აქვთ სტუმართა წიგნი. ვუყურებდი ბოლოს როდის იყო ჩანაწერი. აქ წერია 2019 წლის 25 აგვისტო და წერია ჟანდარმერია. შემდეგ წერია რომ ეს ბრმა ადგილია და ჟანდარმერია ნიშნავს პოლიციას. მაშ, ისინი აქ ყოფილან? არ ვიცი, მაგრამ აქ არის სტუმრების სრული წიგნი, ვინც ეს ადგილი მოინახულა. და აქ არც ერთი სახელი არ ვიცოდი, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს ნამდვილად იყო ადგილი, რომელსაც სტუმრობდნენ, მაგრამ არა ხშირად. ხო, აქ რამდენიმე გამოტოვებულია. ხო, 2015 წელი ამერე გადადის 2016 წელს, ასე რომ დაახლოებით წელიწადში დაახლოებით 10 ადამიანი, შეიძლება ცოტა მეტი. საოცარია. ძალიან მომწონს ის სახეები მარმარილოს ფილაზე, ზემოდან. ეს ნამდვილად ერთ-ერთი პირველი მცხოვრებია, რომელიც უკვდავკეს კარის ზემოთ. ძალიან მაგარია. და აქ კიდევ ერთი არის ორივე მხარეს აქვთ. ეს ქალი ხო არის? თუ კაციც შეიძლება იყოს. ეს ბიჭს გავს. ხო, ეგეც ბიჭია. კარგი, ბოდიში უნდა გავიაროთ მეორე კარიდან, რადგან ის უკეთესად გამოიყურება. ზუსტად. რასელოდი? კიდევ ერთი მისაღები ოთახი. დიახ? აქ უამრავი ადგილია დასაჯდომად. მაგრამ კიდევ ერთხელ ამ ოთახში ბუხარი. ეს ბუხარი ყველაფერს ჯობნის. ჰეი, შეხედე ბუხრის ზემოთ. ეს ისა პალიშებზე რო დევს? ხო, ესე რომ ეს ნამდვილად გერბია. ეს საოცარია. და ეს ეკუთვნის პირველ ოჯახს, რომელმაც ეს ქონება ააშენა, მონპელიეს ოჯახს. და მათ ეს 1500 წელს ააშენეს. და ეს ნამდვილად მათი გერბია. და ალბათ მათის რაინდის ჩაფხუტი თავიანთ გერბზე ბრძოლაში დაიმფეხურეს. ხო. გიჟურია. მიყვარს აქ ამოტვიფრული ორნამენტი. დიახ და აქ ხილზეც აბა, რა სახის საკვებს ვხედავთ? ხედავ პომიდრებს მგონი და ურწენს. ბუხაში განსაკუთრებული ხილი არ არის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იყოს რკოებიც. მაგრამ ყურძენი და სხვა ხილი უბრალოდ მხიარულია გამოსაკვეთად. ძალიან საინტერესოა. უზარმაზარია, ხო. აქ ძალიან კომფორტულად და თბილადაც გვგრძნობ თავს. მაგრამ ამ ოთახს რისთვის იყენებ? ძალიან ღია. ეს უბრალოდ საჩვენებლადაა. ხო. ეს უბრალოდ საჩვენებლადაა. ხო, აი ის მაგიდაა საინტერესო სურათები ცოტა შორის. კი, მოდი ცოტა დაოთოლიეროთ. და მერე სურათებთან მივალთ. მოიცადე. იქ კიდევ ერთი არის? მგონი ეს მისტერ ბერნარდია, როცა კოლეჯში სწავლობდა ან რაღაც მსგავსი. ეს საკმაოდ ძველი სურათია. ხო. ხო. ხო, ბნელში, ფეხებთან კატით. და რა თქმა უნდა. კიდევ ერთი ასეთი. კიდევ ერთი ასეთი და ეს უკვე ამერიკის დროშას გავს. ამ ადგილას სიამაყით არის გამოფენილი. ასევე ხილი იმ მხარეს მოჩუქურთმებულ ნაწილში. ხო. არის რაღაც მსგავსი საპრდენისა ან გვირგვინისა. ამას როგორ ეძახით? რაღაც ჰოლანდიური სიტყვა, კრონზი თუ რაღაც მსგავსი. ხო, აქ ჰოლანდიურ სიტყვაზე ვსაუბრობთ. ხო. არ ვიცი ამას როგორ უწოდა, მაგრამ ყველგან ხილია და ეს. შეხედე ამას. აი ის არის. ბატონი და ქალბატონი ბერნარდი. შეხედე ამას. დარწმუნებული ხარო ეს ბატონი ბერნარდია? მე მეგონა ეს ადამიანი იყო.
ეს ადამიანი ბატონი უინია, ხომ ასეა? ის იგივე ადამიანია, რაც ეს. არა, ერთი არის. მაგრამ ეს ფოტოც უფრო ახალგაზრდა, რადგან მისი ცოლიც აქ უფრო ახალგაზრდად გამოიყურება. ასე რომ ვფიქრობ, უბრალოდ თმა გაუთეთრდა. რადგან მისი ცხვირი ორივე სურათში ერთნაირია. შეიძლება. ვიდრე ეს. ხო, ეს ძალიან საინტერესოა მეფე ჩარლზთან ერთად. მეფე ჩარლზი. და ამ ციხესიმაგრის მფლობელები აქ. შეხედე ამას. აი ისინი არიან. ეს სიგიჟეა, ხომ ასეა? ხო, ისინი რაღაც ტიპის დიპლომატები იყვნენ. ეს ადამიანები წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყვნენ. ხო. და მგონია ეს მათი ქალიშვილის სურათია, როცა ცხენზე ჯირითობდა. შეხედე ამას. აქაური თავლის ერთ-ერთი ცხენია. ერთი რამ უნდა ვთქვა. ეს ყველაზე დიდი ხის კალათაა, რაც გიოდესმე მინახავს. დიახ. რა თქმა უნდა, ეს მათი შეშის შესანახადაა. მე იაპონიაში მინახავს ოთახები, რომლებიც ამაზე დიდია. და ისინი უფრო პატარაა ვიდრე ეს. ვაუ. საოცარი ოთახია. რა ოთახია? ეს ხედი გაგიჟება. ნახე, ხო. სრულიად გაგიჟებულია. ვერც იმ კიბეებისგან ვიღლები. რა ოთახია? აქ კიდევ რამდენიმე რამეა, რაც მინდა გაჩვენა. რა თქმა უნდა, აქ ჩვეულებრივი სკამით დგას, მაგრამ შემდეგ. ასევე დავინახე ესეთი სკამებიც, ლურჯი ველვეტით დაფარული. ხო. და მათ აქვთ პატარა თოკი, ზუსტად ისეთი, როგორიც მუზეუმშია ნანახი. ხო. შეიძლება ისინი ძალიან მნიშვნელოვანი არიან. შეიძლება ისინი ავთენტურია. დიახ, ასე ვფიქრობ. აბა სხვარისთვის გააკეთებდნენ. უბრალოდ არ გინდა რომ ვინმე იქ დაჯდეს. დიახ, სულ ასეა. ყავს ეს სკამები, მაგრამ აქ დაჯდომა შეიძლება. ესენი? არა. არა. აქ კიდევ ბევრი სკამია. სხვა რა უნდა ქნა ესეთ სივრცეში? როგორ უნდა მორთო? ვფიქრობ ეს საკმაოდ რთულია. აქ ადრე დიდი მცენარეები იდგა მგონი. ალბათ ესეც სანახაობა იქნებოდა. ვფიქრობ, როცა შატოში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ, ეს ოთახები სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. ბევრად მეტი ხელოვნების ნიმუში იყო. ხო. და ეს არის მთავარი შესასვლელი ამ მხარეს. დიდი კარებით, რომლებიც გარეთ იღება. უნდა ყოფილიყო საოცარი. ხო. სად წავიდეთ ახლა, რომ ამ ადგილის შემდეგი ნაწილი გაჩვენოთ? ის ისევ ზემოთაა. მგონი ასე, ხო. ხო, უნდა დავბრუნდეთ. წავიდეთ. მაგრამ კარლები არ იყვნენ პირველები, ვინც ამ ადგილს უღალატა. 1980-იანი წლების ბოლოს ეს ქონება გადავიდა იაპონური საინვესტიციო კომპანიის Nippon Sangyos ხელში, რომელსაც მილიარდერი ჰიდეკი იოკოი ხელმძღვანელობდა. ისინი აქ ისტორიისთვის არ მოსულან. ისინი ნაწილებისთვის მოვიდნენ. 1999-დან 1985 წლამდე ამ ერთმა კომპანიამ დაახლოებით 10 ისტორიული ფრანგული სახლი შეიძინა. აქ, შამპინიში, მათ სასახლე მთლიანად გააშიშვლეს, ხის ნაკეთობები ამოიღეს, საუკუნეების წინანდელი გობელენები ჩამოხსნეს და წაიღეს და საქმე თითქმის უფრო ცუდად დასრულდა. მათ დაგეგმეს სამლოცველოს ვიტრაჟების, 500 წლის განმავლობაში მდგარი ფანჯრების დაშლა და იაპონიაში გაგზავნა. საფრანგეთის მემკვიდრეობის სამსახურმა ისინი დროულად შეაჩერა. ეს აღდგენა არ იყო, ეს ძარცვა იყო და სასამართლომაც ასე დაადგინა. იოკოის ქალიშვილი, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, ამის გამო ციხეში გაგზავნეს. ასე რომ, როდესაც კარლებმა 2000-იან წლებში შამპინი იყიდეს, ეს ადგილი უკვე ერთხელ გაძარცული იყო და ეს არის მთავარი ნაწილი. შამპინი ერთი უიღბლო სასახლე არ არის, ეს კანონზომიერებაა. მთელ საფრანგეთში უცხოელი ინვესტორები განაგრძობენ ჩვენი უძველესი ადგილების ღირტიბას. არა იმიტომ, რომ უყვართ ისინი, არამედ იმიტომ, რომ მათში აქტივს ხედავენ. და ეს ისევ გრძელდება. კიდევ ერთი შატო, რომელიც 2010-იან წლებში ინდონეზიელმა ინვესტორებმა იყიდეს, დღემდე ელპება ზუსტად იგივე მიზეზების გამო. სხვადასხვა მყიდველი, სხვა ქვეყანა, იგივე ისტორია. ამ ადგილებს საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. როგორც კი ვიტრაჟი გაქრება, როგორც კი კედლები დაინგრევა, მათი დაბრუნება შეუძლებელია. შამპინი გამონაკლისი არ არის, ეს გაფრთხილებაა. და ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. ეხლა ამ ადგილის ამ ნაწილში ვართ. და აქ ბევრი ოთახია. გამომტევი. ასევე შენობაში ობით შემოდის. ხო. აქედან დაიწყე. დაზიანებულია. იცი, ესენი ხის კოჭებია, რომლებიც იქ უკანა აქვს. ხო, ალბათ. ეს ხეა. და ყველაფერი ძალიან ნესტიანდება. და ეს შენობას შიგნიდან ჭამს. კაპიტანი ფრანსუა დე.
ო, ფლორია შიგნით. ხო. ხო, აქ სასტუმროს სუნიასდის, მაგრამ ეს ადგილი არასდროს ყოფილა სასტუმრო. არა, სწორედ ეგა უცნაური. ალბათ ეს მათი მდიდარი მეგობრებისთვის იყო, რომლებსაც სტუმრად რომ მოდიოდნენ, საკუთარი ოთახი ჰქონოდათ დასაძინებლად. ალბათო. ხო, და ანუ ესეც თანამედროვეა, მაგრამ ეს არ მაწუხებს. არა. ცუდი არ არის. არა, ძალიან საშინელია. ძალიან თანამედროვე, სასახლესავითაა, საშინელი. ლამაზი მარმარილოს ბუხარი. შიგნით ცოტა ხე კიდევ დევს. ალბათ არასდროს გამოუყენებიათ. რა არის ეს? ხო, მეც უყულებდი, ეს არის სიგარეტის ნამწვავი და სუნამოს რამდენიმე ნიმუში. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მართლა გავს სასტუმროში დარჩენას. მაგრამ კი. ზუსტად. მოდი აქ ზედმეტროს ნუ დავკარგავთ. არა. ხო. ეს მძიმე კარია. ჯანდაბა. გვადლობთ. ხო. და აქ რას ხედავთ? ლა ბელფერონიერი. ეს ყველაფერი მსგავსია. თემატური ოთახებია? ხო, თემატური ოთახებია. მიძღვნილი ოთახებია. ან კი. კლავად ძალიან სტერილურია. არც შეხება, არც შეგრძნება, არც სურათები. არაფერი პირადი, არც ტანსაცმელი. გულისხმობ, აქაურ ფოტოგრაფია მომწონს, მაგრამ ის არც სასახლეს უკავშირდება, არც რამე მსგავს. არა. საერთოდ არა? ეს ალბათ არც კი არის მათი გადაღებული ფოტო. არა, ასე არ ვფიქრობ. არა, ნამდვილად არა. ეს 70-იანი წლების შეერთებულ შტატებს გავს. არა. კი. ოთახი. შეხედე ამ უგემოვნო აბაზანას აქ. ვაუ. ხო. გულისხმობ? კარგია. კარგია. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, ვინმე რომ აქ ჩამსვავდეს. ხო. არაფერი. არც ტანსაცმელი, არაფერი. იდუმალი ლაქა იატაკზე. არ მინდა ვიცოდე. ხო, ესეა. ეხლა სასახლის შუა ფლიგელში ვართ. აქ ყველგან კიბეებია, მაგრამ ძირითადად ისინი ცარიელ სხვენებში ან შენობის ქვედა ნაწილებში მიდის. და სადაც არ უნდა გაიხედო, ყველა კუთხეში ოთახებია. ბუხრებია ყველა კუთხეში, სადაც არ უნდა გაიხედო. ვაუ, ეს საკმაოდ ახალი ბუხარია, თებში. გიჟური. ზუსტად ეგ სიტყვა. არა, ბოდიში, ეს ბუხრის თაროა. ეს ნამდვილად არის, ხო, ცეცხლის ფირფიტ ან რაღაც მსგავსი. ხო. ხო. და შემდეგ აქ არის გვირგვინი და ფლერ-დე-ლისი. ვაუ. ესენი ნამდვილად ორიგინალურია. აქ არის ყველა ფილმი. ხო, მათ ბევრი ფილმი აქვთ. უნდა ვიყო გულწრფელი, ისინი საკმაოდ ცუდებია. მაგრამ ეს მომწონს. დიდი პრობლემები პატარა ჩინეთში. ხო, მართლა სახალისოა. კარგია. ჩვენს მაყურებელს რამდენიმე რეკომენდაცია მიეცი. და შემდეგ ისევ შევდივართ აბაზანაში. კი ისტორია და ეს ისე რაც მახსოვს. ხო, ეს კარგი ბოთლია. ხო. ძალიან მსუბუქი, ლამაზი, რბილი ფერები. ბიდეი? ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი შხაპი, შიგნით უზარმაზარი ობობა იყო. ხო, მართალია. აქ არის კითხვა და რჩევა. ხო, ეს ენთალპიაც უნდა ვაჩვენოთ. ეს დერეფანი მთლიანად, ეს დერეფანი ძალიან ლამაზია. გარდა იმ დაზიანებისა, რაც წლების განმავლობაში მოხდა. შეგძლია შიგნით შეხვიდე? ცოტა, უბრალოდ რომ მასშტაბი დავანახოთ. დიახ, ძალიან მაღალია, დიახ. და აქედან მოყოლებული კიდევ ბევრი ასეთი საძინებელია. კიდევ ერთი და შემდეგ. აქ კიდევ ერთი საძინებელია. მაგრამ ეს ერთადერთია, სადაც რამდენიმე სურათია. ხო, ეს მართალია. და თქვი რომ ეს ფილმის ფესტივალზე იყო, ხომ ასეა? ხო. კანის კინოფესტივალზე. ხო, ეს აქედან არც ისე შორსაა და ეს არის ის კაცი და ქალი, რომლებსაც ეს ადგილი ეკუთვნით. ხო. ასე რომ მგონი კინომოყვარულები იყვნენ? აბსოლუტურად. ისინი ნამდვილად ამ საქმეში იყვნენ და ალბათ ეს ბახშია. აქ ისინი ფრანგულ სადილს სიამოვნებით მიირთმევენ. ჟან დე პომპადური 1721-დან 1765 წლებში იყო საფრანგეთის მეფე, ლუი მე-15-ის ოფიციალური მთავარი საყვარელი.
1745 წლიდან მისი გარდაცვალებამდე. ხო ასე. მართლა. არ მოგწარმოდგენა რა ცდილობდნენ ამ ოთახებით. არა, ძალიან უცნაურია. ეს საიდუმლოა. ძალიან უცნაურია, მგონი უცნაურ წეულებებს მართავდა. კარგი, კი. აქ არა. ხო, ნახე. ეს ოთახი აქ. ეს იყო. ეს ნამდვილად იყო ოფისი. ხო. ეს ერთადერთი ოთახია, რომელიც ცოტა განსხვავებულადაა მოწყობილი. ვიპოვეთ ბევრი ბუკლეტი სასახლიდან და სხვადასხვა ადგილებიდან. კი, მოდი ცოტა გადავხედოთ მათ. აქ გვაქვს პატარა ბუკლეტი. უпростоრად ბუკლეტების ჩუკლეტების შეკრა ასე რომ. ესენი სინამდვილეში ცემბუ საფოსტო ბარათებია და ისინი ეკლესიისთვისაა განკუთვნილი. მათ უკეთესი სურათი უნდა აერჩიათ ამისთვის. ხო, უბრალოდ მათ დაგორდე იქით. ხო. საშინლად გამოიყურება. მაგრამ ეს მართლა მომწონს. პრობლემი. გონი ის იყო, სადაც დიაგრამები იყო, დიახ? ეკლესიის დიაგრამები. ხო, მართლა მაგარია. და იქით შეგიძლია ნახო ბუკლეტები. ხო, მართლა მაგარია. და აქვე აქვთ ციხის შესახებ სრული ბუკლეტიც. ხო, ალბათ ეს რაღაც ექსკურსიისთვის ან მსგავსი რაღაცისთვის იყო, ხო ასეა? ვიდეოს დასაწყისში გახსნის თარიღები ვნახეთ, ასე რომ ალბათ აქ ექსკურსიებს მართავდნენ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია კიდევ რას აჩვენებდნენ, გარდა ეკლესიისა და ალბათ ციხესიმაგრის ერთი ფრთის ოთახებისა. ხო. გულისხმობ ამ ადგილს ნამდვილად ბევრი ისტორია აქვს. შეიძლება სასტუმროს ნომრები უფრო მოდელურ ოთახებს გავდეს. როგორი იქნებოდა მაშინ, არ ვიცი. ხო, მე. შენ კიდევ ვცდილობ გამოვიცნო. რა ხდება იქ და აქ. მგონია რომ ოჯახმა რაღაც სამუშაო ჩაატარა. ესეც ისა, რაც არ მოაჩინეთ, რომ დეპარტამენტის საგანძური გადაარჩინა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზღვარგარეთის შენობების ოპერაციების განყოფილება, მე არც კი ვიცოდი, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდა საზღვარგარეთის შენობების ოპერაციების დეპარტამენტი. არც მე მსმენია ამის შესახებ. და აქ არის ყველა შენობა ევროპაში, აზიაში მაგალითად, აი ეს ათენში, საბერძნეთში. და აქ წერია, ხო? მგონი ეს ყველა შენობა, რომელიც ყიდვაც სცადეს. ამერიკის საელჩო და შუბერტის სასახლე ბრავაში. ანუ ეს არის ამერიკის საელჩო ბრავაში. ეს არის ყველა შენობა, რომელიც მათ მთელ მსოფლიოში აქვთ. და ალბათ ეს შენობაც ამაში შედიოდა. ხო, შენობების სიის ნაწილი. ვაუ. და ესეც ბევრჯერ მინახავს. ესეც ის ციხესიმაგრეა. აქ მეტად უკეთეს მდგომარეობაში. დატო ჩვენი ქონება, ჰა? სრულიად შეშლილია. ძალიან დიდი სურათია დღესდღეობით, ჯა. კარგი. ჰეი, მოდი აქ. უნდა ვაჩვენოთ ამ ეზოებიდან მინიმუმ ერთით. კი, ეს მართლა მომწონს. ჯანდაბა. ეს პატარა ეზოა. ჩანს რომ არასდროს შეცვლილა. ყოველთვის ერთნაივი დარჩა. შეგიძლიათ დაინახოთ ციხის სახურავი. ძალიან ლამაზია. და ასევე კოშკი იქ კუთხეში, ხო? ცოტა აკრობატიკის დახმარებით. ხო. კიდე შეგნით კოშკში შეიხედო. ხო, წავიდეთ. ხო, რა უნდა ითქვას? მეტი არაფერია. უბრალოდ ოთახებია, ხო? არა, აქ არაფერი გამოსარჩევი. ვაუ, გარდა ამ კოჭების. ეს ბოძები და ის უზარმაზარი შუა ბოძი უბრალოდ გაგიჟებაა. მთელ შენობას ამაგრებს. ქვემოთ პატარა ბროლის ჭაღიც კიდია. მაინც სწრაფად ავიხედავ აქ ზემოთ. მიყვარს მიხვეული კიბეები. კი, კიდევ ოთახებია. ეს საკმაოდ კარგია, ნახე. ხო, მანდ მარმარილოს ბუხარია. ალბათ ორიგინალი ბუხარია. და ეს შეიძლება მყუდრო ოთახი იყოს, ხო? რა თქმა უნდა, შეიძლება. არა, ნამდვილად არის, ხო, მართალია. კიდევ ერთი რამ არის, რაც მინდა რომ ციხესიმაგრეში გაჩვენოთ, სანამ სხვა შენობებს გაჩვენებთ ამ ტერიტორიაზე. მოდი იქ წავიდეთ ეხლავე. ეხლა ციხესიმაგრის ყველაზე მაღალ წერტილში მივდივართ და
და აქ კიდევ ერთი ოთახია, რომელიც გვინდა გააჩვენოთ. და ვფიქრობ, ეს საკმაოდ საინტერესოა. შეხედეთ ამას. ანუ ეს ან მეფის სუიტაა, ან მათი მთავარი საძინებელი. ეს საკმაოდ მაგარია. ხო, აქ შუაში არის ბალდახინიანი საწოლი, პირდაპირ ცენტრში. თუ შეგიძლია საწოლი ოთახის ცენტრში დადგა, ესე იგი ბევრი ფული გაქვს. ხო, მე ჩემი კედელთან უნდა დავდგა. ეს საკმაოდ საინტერესო ოთახია. და ხო, საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი იყო ამ სასახლეში და დიდი ალბათობით მთავარი საძინებელი. ვაუ, ეს ბუხარი რაღაც განსაკუთრებულია. ხო, ლისის ყვავილი საკმაოდ მარტივია. არა. უბრალო შტრიხი აქვს, ხო, ქვის სამუშაო საკმაოდ მინიმალურია. ხო, გარდა რამდენიმე კვეთისა და აქ არსებული ფილებისა, ხო, ეს ფილები ძალიან უწანს. ტიპურად ფრანგულია. და ზემოთ არის პატარა ხის დაფა, რომელზეც ლომია გამოსახული. ვაუ, მგონი დროა იმ ხარეს გადავიდეთ და სამლოცველო დავთვალიეროთ. იცავით. ეს სამლოცველო აშენდა ზუსტად იმავე დროს, როცა ციხე აშენდა დაახლოებით 1500 წელს და ის აშენდა 1507-დან 1553 წლამდე. ან 53 ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ასევე სრული რენესანსის სტილის სამლოცველოა და ის იყო მონპანსიეს ოჯახის პირადი სამლოცველო, რომელმაც ის ოდესღაც ააშენეს. იმ დროს ვფიქრობ, ეს ყველაზე გრანდიოზული კერძო სამლოცველოა, რაც კი ოდესმე მინახავს. დიახ. ამ სამლოცველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი უდაოდ მისი ვიტრაჟებია. ისინი სამ ისტორიას ხვებიან და რეგისტრირებულია როგორც საფრანგეთის ეროვნული ისტორიული ძეგლი, ისტორიული ძეგლი ან საფრანგეთის მემკვიდრის მემკვიდრეობა. უნდა ითქვას, რადგან მთლიანად ეს ყველაფერი მონუმენტია. შეხედე იმ გარგოილებსაც, შეხედე. ხო, ისინი საოცრები არიან. ვაუ. ამ სამლოცველოს გარე დიზაინები უბრალოდ გაგიჟებულია. სვეტებსა და სახარდენებზე ყველგან იარაღის გერბებია. მოდი ვნახოთ, ღიაა თუ არა. დიახ, მართლა იმედი მაქვს. შეხედე ამ ანტილოპას აქ. ხო, ჯანდაბა. ისეთი ლამაზია. არ არსებობს. ხო, აქ რაღაც ბადეა, მაგრამ ზემოთ თაღოვანი სახურავია. ალბათ კამერაზე ვერც კი დაინახა. არა. მაგრამ საოცარია, ყველაფერი ამოტვიფრულია და გაფორმებულია. ხო, იტალიური სტილის სასახლეს გავს. ჯანდაბა, თვითონ სამლოცველოსკენ მიმავალი კარიც კი არა, მეგონა ეგ კარი ვერ გაირებოდა. სრულიად ამოკვეთილია ოჯახის გერბი იქ, კიდევ ერთი გერბი ამ მხარეს და აქაც გვაქვს ის ქამრები, რომლებიც კიბეზეაც ვნახეთ. მართალია, ხო. ასე რომ ეს რაღაცას ნამდვილად ნიშნავს ამ ოჯახისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიგია მაგალითად ჩვენი მენი მეფის ამბავი, რომელიც ამ ციხესიმაგლის დანგრევას და 3-4 კილომეტრით შორს ახლის აშენებას აპირებდა. და მას უნდოდა ეს ციხე აღარ ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვერ გავარკვიეთ, ნამდვილად ეს ციხეა თუ არა. ხო, იმედი მაქვს, საბოლოო ამბავში ამას გავიგებთ. ჯანდაბა დემლიხი. ხო, ცოტა მეტი დეტალია ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი. ეს შესანიშნავი შესასვლელი. რა ადგილია, ასევე მინდა გარედანაც შევხედო შესასვლელს, იმიტომ რომ ისიც ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა. ვგულისხმობ ზურგჩანთით, ხო და საბურავით. ეს ხომ სტილი, არა? ხო. ეს თავისთავად დიდ სასახლეს გავს, სადაც ხალხი შეიძლება ცხოვრობდეს. ჯანდაბა. და ამ ქონებაზე ჯერ ყველაფერი არ გვინახავს. არის აგრეთვე გარეთ ტუალეტი ბოლოში და ცხენის თავლები, უზარმაზარი ცხენის თავლები, რომლებსაც ახლავე დავათვალიერებთ. კიდევ ერთი რამ, რაც ამ ადგილში ძალიან მომწონს, არის უზარმაზარი ფანჯრები, აქ, გვერდით. ისინი ავსებენ ინტერიერს სინათლით. ხო, ესე დიდ ადგილას თითქოს აუცილებელია ესე იყოს. ამ უზარმაზარი ოთახებიდან. ხო. ჯანდაბა. ვგულისხმობ, აქ ისეთი გიჟური ჭორებია გავრცელებული. ხო. გიჟურია. შეხედე ამას.
აქ თხრილიც კი აქვს. ხრილი. და შესაძლოა იმ დროს თხრილები მთელ ციხეს გარს ერტყა. ეს დამცავი თხრილია, როგორც ამბობენ. იქ რომ ხიდია, იმით ძალიან მაგრად გამოიყურება. ხო. მოდით ცოტა ხანში გავისეირნოთ. ხო. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ციხესიმაგრეა, რაც აქამდე გინახავს, ხომ ასეა? ხო, ნამდვილად. ნამდვილად. ერთად რომ ვიკვლევთ, ამ მოკლე დროში უკვე რამდენიმე ვნახეთ. მაგრამ ესეც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. ხო. მე ძალიან მომეწონა რა თქმა უნდა ის ციხე რომელიც ვნახეთ, მაგრამ არ გადავიდეთ, რადგან უკვე იყო არხს. ხო. ხო. მე ძალიან მომწონს ის. ეს შესანიშნავი ადგილია. ვაუ. თელი თხრილი ჯერ კიდევ დათბორილია. ეს საფეხმავლო ხიდი დატოვეს. იმიტომ რომ ის მიდის ამ ადგილის წინაკართან. ვაუ. მიყვარს რომ კარის ზემოთაც კი არის გერბი და ყველაფერი. ხო. ასევე ძალიან მომწონს აქ მრგვალი ნაწილი. მრგვალი კოშკი. ხო. ხო. გულისხმობ უბრალოდ რამდენიმე ალიგატორი შემოიყვანეთ აქ. და მაშინ ნამდვილი ფილმი გექნებათ. ხო, შავ რაინდს გარეთ დატოვებ. ხო. კარგი. რა ადგილია? წარმოიდგინე, აქ რომ მოხვედრილიყავი იმ დროს, როცა ჯერ კიდევ მუშაობდა. წოულებისთვის მზადაა. მაგრამ ეხლა იქით მხარეს უნდა წავიდეთ, რადგან ქონების უკანა მხარეს კიდევ ერთი სახლი და თავლებია. შორიდანაც ჩანს. ცოტა სავალი გვექნება. ხო, დაახლოებით 1 კილომეტრი იქნება. მაგრამ ხო, როგორც თქვი, ეს ტერიტორია უზარმაზარია. უზარმაზარია. ხო, წავიდეთ. ეს აქაური დაბალახებული ბილიკი პირდაპირ უკანა მხარეს მიგვიყვანს. წავიდეთ. ეს თავისთავად ვიდეოს თემაა. ლუკი. ხო. ვაუ. ის ადგილი უზარმაზარია. ხო, ძალიან ლამაზია. ხო. მერტო ჩემო. აბა რატომ? ხო, მაგრამ რატომ? რატომ უნდა გქონდეს შენს საკუთრებაში კიდევ ერთი მამულის სტილის რეზიდენცია? გულისხმობ, ხო, სახლის პერსონალისთვის ან რაღაც ამის მსგავსი. ხო, მაგრამ ეს უფრო საცხოვრებლად გამოიყურება, ვიდრე ის უზარმაზარი შენობა, რა თქმა უნდა. ხო, აბსოლუტურად. ისე იქ უბრალოდ ოთახებს იგონებდნენ, რადგან არ იცოდნენ რა ეკნათ. ჯიზ. ხო. გულისხმობ, ზოგიერთ ადამიანს ზედმეტად ბევრი ფული აქვს. მიყვარს ეს შენობა. ხო. ეს პატარა ეზოს სტილია, როცა აქ შემოდიხარ. ყვითელი. შეხედე ამას. იქ შადრევანია. როგორც პერგოლები გვერდებზე. სავარაუდოდ თავის დროზე ძალიან ლამაზი იყო. ის ჯერ კიდევ ძალიან ლამაზია. ვფიქრობ, აქ ალბათ ქანდაკება იქნებოდა. ხო. ლამაზი კვეთილობები. ჯანდაბა. კარგი. მოდი სწრაფად შევიხედოთ აქ. აქ ძალიან შუა საუკუნეობრივია. ხო. ეს პატარა ციხესიმაგრეს გავს. ხო, აქ დიდ ფანჯრებს არ აქვთ. არა. ბნელია. კი. მაგრამ ბუხარი ძალიან მომწონს. ეს ნამდვილად კარგი თვისებაა. დიახ. ქვა. რას ვხედავთ აქ? ეს სამზარეულო არ არის. პატარა სასადილო სივრცე. მგონია რომ ეს უფრო საცხოვრებელ სახლს გავს. ხო, ესე რომ, ხო, სადაც რეალურად ადამიანები ცხოვრობდნენ. ხო, ვეთანხმები. შეიძლება ოჯახმა ციხესიმაგრე ცოტა ძალიან დიდად ჩათვალა და უბრალოდ აქ ცხოვრობდნენ. ხო, შემიძლია წარმოვიდგინო. უდავოდ. ხო. და მერე მესმის რომ შეგვიძლია ზევით ავიდეთ. ზევით ავიდეთ. რა თქმა უნდა. ხო. საოცარია. ხო, აქ მართლა ძალიან მშვიდია. ძალიან კუდროა. მოვდივართ პატარა მისაღებ ზონაში. ნახე. კიდევ რამდენიმე მშვენიერი ფოტოც. სად არის ეს ბუხარი? ეს არის ბუხარი მთავარ შენობაში. ხო, შეგიძლია ნახო ზოგიერთი მათგანიც პორტალებიც. და სინამდვილეში ამ სურათზე ჩართულია. ხო, მზესთან ერთად.
ვაუ. მართლა მაგარი. და რა თქმა უნდა, ციგნების სახლებზე, ვაშინგტონის დიდ სახლებზე. ისინი ზოგი ურბექსთან დაკავშირებული რაღაცები, იცი? და შემდეგ მთელი ოჯახის ერთობლივი საოჯახო ფოტოები. განა ეს არ არის მშვენიერი. აი ისინი ისევ აქ არიან. მამა, დედა, ვაჟი და ქალიშვილი. ხო. ისინი ცხოვრობდნენ ამ უზარმაზარ მამულში. რა ცხოვრება და მგონი აქეთკენ ჯერ არც კი შეგვიხედავს. ამას კიდევ გერბიც აქვს. მაგრამ გერბში საერთოდ არაფერია. ხო. ჯერ კიდევ არანაირი კვალი. ასევე იქ ამოკვეთილი ორნამენტებიცაა, რომლებიც ძალიან მარტივად გამოიყურება. ისინი თითქმის ბავშვურად. ხო. ცოტა. მანქანა ჯერ კიდევ აქ არის. ეს სიგიჟეა. ისინი ჯერ კიდევ იქ არიან, ისევ დაძრებიან, ისევ. რა გვაქვს აქ უკან? ყველა საძინებელი და ყველაფერი. და ეს ოთახები ცოტა უფრო დასახლებული ჩანს. ცოტა უფრო მეტად. ხო. ძალიან საყვარელი ბუხარია. ხო. რატომ ვიღიმი? აქ კიდევ ერთი სურათია. შეხედე ამას. ალბათ შვილი და მის ცოლი. და ეს არის და მგონი კი. ის ცოლს გავს, ხო? ანუ, რა თქმა უნდა, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ის და და მერე აქ უკან. კი, აქ კიდევ ერთი საძინებელია. ხო, ესა. მოდი, აქ დროს ნუ დავკარგავთ. ცხენი ვიპოვეთ. ხო, ბავშვებიდან. ცხენები მიყვარს. კარგი. ცხენების თავლა. აქ კიდევ უფრო მეტი ოთახია. შეიძლება კიდევ ერთი სართული თავიდეთ. ჩვენ, მოდი. წავიდეთ ფეხით. ხო, ფეხით წავიდეთ. გავიგებთ. ამ ადგილის ყველაზე მაღალი სართულია. მაშინ ესეც ციხესიმაგრეს გავს. ხო. ეს ძალიან საინტერესო ოთახებია. ანუ იმით, როგორაა ეს ოთახები ხის ელემენტებით გაკეთებული. ხო. აქ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი დაუფარავი ხის დეტალი. ხო. ნამდვილად ჩანს, რომ ეს შემდეგში განახლებულია. ხო. ყველაფერი საკმაოდ ახალივით ჩანს. ხო და ეს ოთახი ძალიან მომხიბლელია, ფიქრობ. ძალიან მშვენიერია. საწოლი. ყველაფერი ისევ მოწესრიგებულად არის დალაგებული. მგონი აქ ქალიშვილის გამოსაშვებია. ფანჯრებს უყურებ. ხედი. ციხესიმაგრის ხედი უკანა მხარეს. შეხედე ამას, მაგრამ თავად ფანჯრები. ხო. ისინიც საკმაოდ კარგია. ხო, საკმაოდ ელეგანტურია. ლაქები. ფიქრობ თუ ასე შემიძლია ვთქვა. აქეთ ვუყურებდი. შემიძლია გავხსნა. ხო, ბოდიში. არაფერია. იქით უყურებდი. მგონი შეიძლება ქალიშვილი აქ ცხოვრობდა. ხო. შეიძლება ცოტა უფრო დიდხანს. ის დაამთავრა სწავლა. ის ამ ოთახში ცხოვრობდა. ის ასევე იყო ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მისაღებ ოთახში სურათზე ვნახეთ. ხო, ცხენზე ჯირითით. დიახ. დიახ, ზუსტად ასე. მაგრამ აქ შეგიძლია ვიტრაჟების უკეთ ნახვაც. ხო, საკმაოდ ელეგანტური და მარტივია, მაგრამ ძალიან მოწონს. ხო. და აქ ამოჭრილი ორნამენტები, მართლა მაგარია. ძალიან კარგი. კარგი. არის კიდევ სხვა ოთახი? ხო, ისინი მსგავსია, მაგრამ ცარიელია, ასე რომ. კარგი. მაშინ წავიდეთ ცხენის თავლაში. ხო, წავიდეთ თავლებში. გამომყევი. მოდით გავიაროთ ექსკურსია. როგორც ჩანს, ეს კონკრეტული შენობა ცოტა უფრო დიდი ხანია მიტოვებული. ხო, უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე, მოიცადე, ეს გოლფის კარტია. ხო, ეს გოლფის კარტია. ეს Yamaha-ს გოლფის კარტია. ხო, ვუალა. კიდევ მეტი თავლა. თავლები, მაგრამ გოლფის კარტით. Yamaha-ს გოლფის კარტით. ვაუ. იქნება. სწრაფად შევხედავ, მაგრამ ხო. ხო. ეს უბრალოდ თავლა. ხედავ, რომ ასევე საწყობადაც იყენებენ. აქ არის რამდენიმე სათავსო ოთახი. რაღაცები ინახება.
ალბათ რემონტისთვისაა. მოდი დიდ შენობას შევხედოთ. ეს ყველაზე მეტად მაინტერესებს. ხო. ზუსტად. აქ ძალიან სველია. ხო. ჩემი ფეხსაცმელი ესეთ ადგილებში სეირნობისთვის არ გამოდგება. არა. ნახე, აქ ტრაქტორიც კი დგას. ხო. ალბათ ეს ერთ-ერთი პირველი ტრაქტორია, რომელიც 1500-იან წლებში ამ ციხესიმაგრისთვის ააშენეს. ხო. ჯანდაბა. და აქედან შეგიძლია ის შენობაც დაინახო. ხო. და შორს შეგიძლია დაინახოთ ციხე. შორს. კარგი. ეს ის ოთახია, რომელიც მაინტერესებდა. ხო, ზუსტად. მოდით ვნახოთ რა არის მის შიგნით. ეხლა. ეს უბრალოდ სათავსოა. ეს სათავსოა. სასახლის ნაწილებისთვის. ამას ბევრი ნადილი, ეს ყველაფერი ადრე კედლის პანელები და სხვა რაღაცები იყო. ხო. და მე აქ არის მუსიკალური ინსტრუმენტები, ჩუქურთმები და ყველაფერი. არა. ძალიან მაგარია. სინამდვილეში საკმაოდ მაგარია. დიახ, მოგწონს. რა საოცარი გამოკვლევა გქონდა დღეს. კიჟური. ეს ადგილი. აქ მივდივართ მოგზაურობაში ამ ორ კვირაში და ეს არის პირველი ადგილი, რომელსაც ვსტუმრობთ. ხო. პირველი ადგილი. და ასე გამოდის. ხო. მადლობთ ყველას ამ ვიდეოს ხურებისთვის. ლუკა, მადლობა რომ ჩემთან ერთად მოხვედი. მერჩის ბმული აღწერაშია. და ამ ყველაფრის შემდეგ მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მომავალ კვირას შევხვდებით. ნახვამდის. ნახვამდის.